Time will bring the real end about you out. Today there'll be no remnants, no trace, no residue. You feel it within you. გამარჯობა, დღეს გვექნება მინი ვლოგი, როგორც ხედავთ, თმები დავიხვიე და დავიხვიე რატო, იმიტომ რომ გვაქვს გადაღება სარეკლამო, ასე ვთქვათ, სალონში, როგორც იცით, მუშაობ პერმანენტზე, პერმანენტულ მაკიაჟს ვაკეთებ, ასევე ვაგრძელებ წამწამებს, ვაკეთებ წარბების და წამწამების ლამინირებას, ამიტომ ვისაც გენდომებათ, აუცილებლად დავიკავშირდით Instagram-ზე. ხო, ვიკეთე ესეთი საყურეები და ეხლა ველოდები როდის მომწერენ, რომ გამოვიდე, იმიტომ რომ ვმუშაობ ძალიან ახლოს სახლთან. ერთადერთი ჯერ რაც არ გამიკეთებია ეს არის ტუჩებზე კონტური არ გადამიხია. მანამდე ვფიქრობ დავლიო ყავა, ამიტომ იქნებოდა არალოგიკური რომ წამისვა ახლა კონტური. ამიტომ წავისვე ცოტათი მოგვიანებით. იმედია ხმას ვიწერს. იმედია. აჰა, მომწერეს. აბა. ვიკა ჩვენ ახლა ელემენტაციას ვიღებ და თუ შექსარია მოდიდა და რემონტი თქო საკარი საბებს გაიგეთებს მაშინ სამდე თუ გავუკეთებდი ბარემ გაიგეთებს. და დაგას მე ნელ-ნელა ჩვენს ვორჩებით რა. გამოსვლა მიწევს უკვე, ამიტომ წავისმევ ახლა ტუჩზე, კონტურს და იქედანაც რაღაცებს გადავიღებ, ესე ვთქვათ, backstage-ს გადავიღებ. გამომზადები ახლა ტუჩებს რო გადავისმევ და გენახებით როგორ ვიქნები, როგორ ფორმაში და უკვე გასასვლელიც ვიქნები. ტუჩზე კონტურიც წავისვი, როგორც ხედავთ, უფრო სრულყოფილად გამოიყურება მაკიაჟი. და მე უკვე მზად ვარ, ჩავიცმევ ახლა დუტის კურტკას, იმიტომ რომ გუშინ იყო მშვენიერი ამიდი, მაგრამ დღეს არის აი უსაზიზღრესი ეს სახლიდან ვარ მოგინდება გამოსვლა ისეთი ამიდი არის. მაგრამ ახლოს არის ის სალონი, ამიტომ არ ვშევს. ესე გამოიყურება სალონი. ეხლა მე დაგენახებით, უკვე დავიწყეთ გადაღება, ვუყურებთ როგორ იქნება კარგი. ამ ოთახში ვაკეთებ პროცედურებს. დიდად ვერაფერი გადავიღე, მაგრამ რაც გადავიღე იყო. სახლშიც დავბრუნდი, დღეს რაღაცნაირად დავიყავდე, მეგონა რომ მარტივად ჩავწერდი ვიდეოებს, მაგრამ რაც გამიჭირდა, არ ვიცი რა სიბრალია. და ეხლა მივალ სახლში, დაველოდები ერთ გოგოს, უნდა მოვიდეს წარბის მოწესრიგებაზე. და დღეს შემდეგ უკვე 7 საათის მერე ვიქნები თავისუფალი. როგორც იქნა დავისვენებ. საჭმელს შევჭამ, გავიმზადებ რამეს. რაღაცნაირად გადავიყალე. საჭმლის ჭამას წესივრად ვერ ვასწრებ და ვჭამ მაწონს, ჩიას და გრანოლას წინას არ მქონდა გამზადებული. ეს ფისოც წამოგორებულია. ეხლა მოვა ალბათ 40 წუთში და 40 წუთში ნორმალური საჭმლის მომზადებას ვერ მოვასწრებ, ამიტომ ჯერჯერობით ვჭამ ამას. რა გავუკეთებ წარბებს უკვე. რაიმეს მომამზადებ. ეხლა ქათმის ფილეს თუნელებში შევაზავე და ცოტა ხანში ალბათ რო წავე ის გოგო, დავიწყებ საჭმლის მომზადებას, ძალიან მშია. განსაკუთრებული ვერაფერი მოვიფიქრე, ამიტომ გავიმზადე ესეთი სენდვიჩები ქათმით. დილამშვიდობისა. დღეს ავდექი 12 საათზე, იმიტომ რომ ძალიან მეძინებოდა, არ ვიცი, შეიძლება გადაღლილი ვიყავი მთლიანობაში და ამიტომ გავიღვიძე 12-ზე, გავიკეთე ყავა, ჭამე უკვე შვრიის ფაფა. დღეს ვფიქრობ, რომ გავიდე სარბენად რადგან არც თუ ისე ცუდი ამიდია, უბრალოდ ოდნავ არის ქარი, მაგრამ არ მუშავს. დღეს მაქვს ასევე პილატესი და ვფიქრობ გავიდე თუ არა. იმიტომ რომ დღეს საღამოს მაგაკვეთილები და შუა დღესით რო გავიდე და ვირბინო, მგონი ცუდი აზრი არ იქნება, იმიტომ რომ კარგი დროის მონაკვეთი მაქვს დასასვენებლად და ვფიქრობ გავიდე. სახეც დავიმუშავე მეზოროლერით, იმიტომ რომ ბოლო დროს არ ვიცი, ანუ ვცდილობ ყოველთვის რომ მიმიკების გარეშე ვილაპარაკო, რომ აი ეს ნაკეთები არ გამიჩნდეს, მაგრამ არ გამოდის, იმიტომ რომ ხან ვიცინი, ხან ნორმალური არის ეს უბრალოდ, მაგრამ მეზოროლერით დავიმუშავე ეს სახე. აი აქ ვაქ ესეთი
ნაკეთსები მიჩნდება უბრალოდ და იმისთვის რომ შევაფერხო ეს პროცესი მეზოროლერით დავიმუშავე სახე, შემდეგ წავისვი ის რეტინოლის გელი და ეხლა დავლევ ყავას, ცოტათი დავისვენებ, დავალაგებ ჩემს ოთახს და შემდეგ ალბათ უკვე გავალ სარბენად. ჯერ ველოდები და ჩემს როდის მისმოვა, იმიტომ რომ არ მინახავს ალბათ ერთი კვირა და შემდეგ უკვე გავემზადები სარბენად. შემერჩევა იმათთვის, ვინც იწყებს სირბილეს ან აპირებს სირბილს, ის არის, რომ დაიკარეთ ლეიკოპლასტარობა ზუსტად იმ ადგილას, სადაც გიტყავდებათ ძირითადად ყავა. ეხლა უკან გზაზე მიწევს სიარული. და ხშირ შემთხვევაში, ანუ ყოველთვის უკან გზაზეც მივდიოდი ფიზიკურად არ შემიძლია, იმიტომ რომ მთელი ფეხები მაგ გადატყავებული და საშინელად მტკივა. ამიტომ რჩევა, რომ ლეიკოპლასტარები ან წამოიღეთ, ან წინასწარ დაიკარეთ. ამინდი არის საზღვარი, მაგრამ თორია ქარი არ არის. ქარი რადგან არ არის, ამიტომ გამოვედი სარბენად. გუშინ ვაპირებდი, მაგრამ გუშინ ქარი იყო და აუსაზრდასი ამინდი იყო და აღარ გავედი გარეთ, როგორც მქონდა. დაგეგმილი, ამიტომ გავედი დღეს. ეს არის ვლოგის მესამე დღე თუ მეორე დღე არ მახსოვს. რა დავიწყებ დაედიტებელს, მათ ვიხდები მე რამდენი დღე ვიდეო ამ ვლოგს. ხო, რაც შეეხება კიდევ სალონში გადაღებულ ვიდეოებს. ძალიან საყვარელი გამოვიდა აქაც, შეგვეც სერგერი გამოვიდა. მეტყუად ნებულობდი. განსაკუთრებული ვიდეოებში არაფერია რა. დიდი ხანი რომ ვიხდები, თუმცა მეგონა რომ არ გამოვიდა და მოკლედ საბოლოო ჯამში ძალიან საყვარელი გამოვიდა. იმათ თვითონ ვისაც არ გაქვთ мотивация სერვირის ანტიცვაფიშის აღწერაში დაგიტოვეთ პლეილისტს, იმიტომ რომ პლეილისტს ყოველდღე ყოველთვის მაქსიმალური სერვირის ვარჯიშის და ასე შემდეგ იმედია თქვენც მოგეწონებათ.